გამარჯობათ, მოგესალმებით, დღეს არის 11 მარტი, ჩემო არხის მაყურებლებო. ეხლა კი რა შეეხება, მე მინდა გაგაცნო სპორტის შესახებ ახალი ამბები, დღევანდელი მატჩების თაობაზე დღეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ 4 მატჩი. დავიწყო ჩემო მეგობრებო იმით, რომ ჩემო არხის მაყურებლებო იმით, რომ დღევანდელი თამაშებიდან გეტყვით ვის როგორი შანსი აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლისას. მე 2000-საც ვიტყვი რომ დღეს ბარსელონა სტუმრად მოუგო ბენფიკას, სტუმრად მოუგო ერთი კვირის უკან ბენფიკას და დიდი ნაბიჯის აქვს გადადგმული თითქოს, მაგრამ აქაც არაფერი არაა დასრულებული. შეიძლება ყველანაირად ამოწყიოს თამაში, მაგრამ ჩემო არხის მაყურებლებო, ჩემი ვარაუდით მე ვფიქრობ, რომ ბარსელონა მეოთხედფინალში მაინც გავა და ასპარეზობას განაგრძობს ჩემპიონთა ლიგაზე. და დღეს იქნება თბილისის დროის ეს მატჩი 21 საათზე და 45-ზე ჩემო არხის მაყურებლებო, რომელიც ძალიან საინტერესო მატჩი იქნება და არა მარტო ეგ. და დღეს კიდე დანარჩენსაც გეტყვის. ეხლა რა შეეხება ინტერი მოიგო 2-0 ფეინორდთან და ყოველნაირ შემთხვევაში აქაც შეიძლება ისი ვთქვათ, რომ გადადგმული აქვს ნაბიჯი, რომ მეოთხედფინალში გავიდეს ინტერი, მაგრამ აქაც არაფერი არაა დასრულებული ჯერაც, იმიტომ რომ ფეინორდს ყოველნაირად მაინც შანსი რჩება, რომ ორი ბურთი თუ გაქვით, იმ შემთხვევაში შესაძლოა დაიძაბოს მდგომარეობა სათამაშო ხრით და საინტერესო გახდეს მატჩის მიმდინარეობა. ჩემო არხის მაყურებლებო, ეხლა რა შეეხება დღევანდელ დღეს 11 მარტს, რა შეეხება ჩატარებული მატჩებიდან. როგორც მოგეხსენებათ, ერთი კვირის თავზე ეხლა ჩემო არხის მაყურებლებო, შემდეგი არის, შემდეგსაც მოგახსენებთ, შემდეგი არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, რომელიც ინგლისში უნდა ჩატარდეს და პარი სენ-ჟერმენი აგებს სამწუხაროდ მასპინძლის როში 0-1 დათმოდა. ერთი მომენტი ქონდა ჩემო არხის მაყურებლებო, ჩემო მეგობრებო, ჩემო საყვარელო ხალხო და ერთი მომენტი ქონდა ლივერპულს და ის გოლად გადაქმნა და 1-0 აგებს პარი სენ-ჟერმენი და მე ვფიქრობ, რომ შეძლებს რა, საერთო ჯამში შეძლებს ამის ძალა, რომ შემდეგ ეტაპზე განაგრძობს ასპარეზობა მეოთხედფინალში. მე ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან დაძაბული თამაში იქნება. მე იმასაც არ გამოვიწყავ, რომ პენდებამდე მივიდეს საქმე, მაგრამ ჩემო არხის მაყურებლებო, ყოველნაირ შემთხვევაში ძალიან საინტერესო თამაში იქნება. ეხლა კი რა შეეხება, მე მინდა გითხრათ, როგორც ვიცით, რომ ხვიჩა კვარაცხელია არაჩვეულებრივ ფორმაშია, იმიტომ რომ იმ ხვიჩამაც ძალიან შესანიშნავი რაღაცა გააკეთა თამაშის დროს. ბურთი საიდან ჩამოიღო, ჩემო არხის მაყურებლებო, ალბათ მთელი ფეისბუქი და მთელი ის მოიარა ინტერნეტ ქსელი, სოციალური ქსელი ჩემო არხის მაყურებლებო და მე ვიტყვი, რომ ყოველნაირად ვფიქრობ, რომ იმ თამაში იყო ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო. რა ბურთები არ უყა, მაგრამ ალისონი ამაოდ აქაც არაა კარგი ამბავი. ალისონი ახლა გადაირია და პრინციპში მამარდაშვილს რო გვაქვს საუბარი, აქაც გართულებულია მომენტი, მაგრამ მე ვიმემგზავნებ, რომ მამარდაშვილი განაგრძობს ლივერპულში აუცილებლად. აქ შეიძლება ჭორებიც იყოს, მაგრამ ეს ამბავი მოგვარებულია და ეს ტრანსფერი დადასტურდება ზაფხულში. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, რომელიც გაიხსნება ივნისიდან და ასე შემდეგ. ჩემო არხის მაყურებლებო, 3 თვის განმავლობაში 31 აგვისტომდე იქნება სატრანსფერო ფანჯრები გახსნილად გამოცხადდება ოფიციალურად და ნახავთ ვინ სად გადავა და როგორ
გააგრძელეს კარიერას სხვადასხვა გუნდებში და როგორ გააგრძელებენ მოღვაწეობა. ეხლა კი რას მინდა მოგახსენოთ ჩემო არხის მაყურებელო, ბაიერნი რომელმაც უშანსოდ ლევერკუზენს 3-0 მოუგო ბარსელონას 0-1 ოქტომბერს მოგებული და აქაც არაფერი არა დასრულებული თბილისი დროის რომელიც დღეს იქნება 21 საათზე და 45-ზე ჩემო არხის მაყურებლებო და ძალიან საინტერესო თამაში იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ყველანი ტელევიზორებთან იქნებით, იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგა ერთ-ერთი უმაღლესი ის არის ტურნირი რა, ჩემპიონთა ლიგა თითოეულ ლა ლიგასაც ეხა ყველა ტურნირის თავისი ის გააჩნია რა. თავისი ისაა რა სათამაშო ის გააჩნია ეხლა ლა ლიგა სხვა არის ქვეყნის ჩემპიონატები თლად რაღაცა რომ გუნდი ახერხებს და იგებს რა თქმა უნდა როგორც მოგეხსენებათ ეხლა მე მინდა გითხრათ ლევერკუზენი მიუხედავად ბაიერნს მე მაინც ვფიქრობ რომ ლევერკუზენი შეძლებს თამაშის შემოგვიმებას და 3 ბურთის ამოხსნას რომ 3 ბურთი გაიტანოს ლევერკუზენმა, მაგრამ ნახოთ ჩემო არხის მაყურებლებო, რომელიც თბილისი დროის ეს 3 მატჩი, 2 მატჩი იქნება დღეს. ლივერპული პარი სენ-ჟერმენს ეთამაშება და ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ უთითლობა შეტევები უფრო პარი სენ-ჟერმენსაც უნდა ქონდეს. ორივე გუნდი მკვიდრად იქნება პრინციპში, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ძალიან რთული თამაში გამოდგება ჩემო არხის მაყურებლებო. ეხლა კი რა შეეხება შემდეგზე გადავიდეთ, ეხლა კი ჩვენმა ჯონ მიკელზემ ამჯერადაც კარგად გამოიჩინა თავი მორიგი ასისტი, საგოლე პასი, რომელიც გადაწყვეტილია ევროპა ლიგაზე, რომელიც უშანსოდ 1-3 მოუგეს და ფოფანას დუბლით მოახერხეს სტუმრად მოგება. ეხლა მე მინდა გითხრათ ჩემო არხის მაყურებლებო, ხვალინდე თამაშებსაც რაც შეეხება მადრიდის ატლეტიკო, აგებს 2-ს დორტმუნდი 1-1-ია, ძალიან საინტერესო თამაშები გველოდება ჩემო არხის მაყურებლებო და პესპე რომელიც განადგურდა არსენალთან სულიან სიკვდილის მნიშვნელობით 1-7 წააგო და აქ არსენალს უდიდესი ნაბიჯი გადადგმული იმისა რომ მეოთხედფინალში გადავიდეს. და კიდე რაც შეეხება ჩემო არხის მაყურებლებო, ძალიან საინტერესო თამაშებია იმის მიუხედავად, მე ვიტყვი ეს მოკლედ ესია საქმე, მაგრამ მე არ გამოვითხავ ყოველნაირ შემთხვევაში კვარას თავისებურად შეესწება ნახოთ რა როგორ გაამართლებს მისი მოედანზე ყოფნა და იქნება შემადგენლობაში საერთოდ განაცხადში თუ არ იქნება ეგეც არა თმობილი ჩემო არხის მაყურებლებო, მაგრამ ამ შემთხვევაში ფერკოლის აპლიკაციაში შეხვდათ, მაგრამ ლუის ენრიკე როგორც მე ვიტყვი, როგორც ლუის ენრიკე განაცხადა, რომ ხვიჩამ უნდა ითამაშოს დღევანდელი თამაში და შემადგენლობაში უნდა იყოს. ჩემო არხის მაყურებლებო, ეხლა მე მინდა ევროპის ლიგის თამაშებზე შევეხო, რომელიც უნაიტედმა რეალ სოსიედადთან 1-1 ითამაშა და აქაც არაფერი არა დამთავრებული, იმიტომ რომ აქ შეიძლება ორმა ექსტრა ტაიმებმა გადაწყვიტოს ამბავი ლივერპულის და პარი სენ-ჟერმენის შემთხვევაში, სადაც კი არის თითქოს გუნდს შეუძლია რომ შემოატრიალოს თამაში. აქაც მე არ გამოვიცხავ ჩემო არხის მაყურებლებო, ლევერკუზენმა 3 ბურთი გაიტანოს და შემოაბრუნოს თამაში და შემდეგ 30 წუთებში ერთად ტაიმებზე გადაიყვანოს თამაში. ასე ჩემო არხის მაყურებლებო, კიდე ეს ვიტყვი რომ რა შეეხება ეხა პრინციპში დღევანდელ თამაშებზე 12 საათია დღეს 2 თამაში და 1 თამაში მოგახსენეთ
რომელიც თბილისის დროით 10-15 რო დააკდება ჩემო არხის მაყურებლებო, ის სიამოვნეს დღევანდელი ფეხბურთით და დღევანდელი მატჩებით. მე მინდა ეხლა კი ჩემო არხის მაყურებლებო გითხრათ, რომ რა შეეხება ძალიან ცოტა დროა დარჩენილი ჩვენი ნაკრებების თამაშების და ამას შემდეგ ვიდეოში ავტვირთავ და მოგახსენებთ რა როგორი იქნება ჩვენი ნაკრების თამაში და როგორი შანსები გვექნება. ეხლა კი ჩემო არხის მაყურებლებო, გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ, გააზიარეთ მაქსიმალურად, რათა ბენმა გაიგოს საფეხბურთო სამყაროში რა ხდება, მსოფლიო სპორტის შესახებ რა ხდება, ბენმა გაიგოს. ეხლა და ბოლოს მე მინდა კიდევ თქვა, რაგში როგორც ვიცით, საფრანგეთმა მოიგო, წარმოიდგინეთ, ძალიან მაგარი თამაში იყო და მე ამას არ ველოდი პრინციპში, მაგრამ მაგრად ითამაშეს და კიდე ერთხელ ჩემო არხის მაყურებლებო, მადლობას მოგახსენებთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ, გააზიარეთ მაქსიმალურად, რათა ბენმა გაიგოს და ბევრი იყოს ინფორმირებული ამ მატჩების შესახებ და მსოფლიო სპორტის შესახებ, მიმდინარე პროცესების შესახებ. გმადლობთ კიდე ერთხელ. გამოვიტანყო ჩა.